დილამ შვიდობის. პირდაპირ გაგებით ჭუიალა და ამაზე შემოვიდა თეონა. დღეს რაღაც ასეთ ტიპის თემაზე მინდა რომ ვისაუბრო და ამიტომ მაკიაჟიც ცოტა ჩემთვის განსხვავებული მაგრამ მოგწონია ძალიან. დიდი მადლობა. დღეს მინდა ვისაუბრო სილამაზის ინდუსტრიაში, კერძოდ დეკორატიულ კოსმეტიკაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმდინარეობაზე, რომელიც ძველი ტენდენციებიდან დაბრუნდა სილამაზის ინდუსტრიაში, ასევე როგორც მოდაში. ყველაფერი ბრუნავს და ძველი ბრუნდება ხოლმე და სწორედ ასეთი მიმართულება არის ეხლა ყველაზე აქტუალური ბზინვარება და სიპრიალე, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება ესე უცებ მკაფიოდ იყოს გამოხატული ტუჩის მეიქაპში და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი წელს არის ტუჩის გლოსი, რომელიც დაახლოებით 1930-იან წლებში პირველად გამოჩნდა ასეთი პროდუქტი სილამაზის ინდუსტრიაში, თუმცა მაშინ ეს იყო რაღაცა წებოვანი რაღაც ესეთი საფარი, რომელიც ძირითადად თინეიჯერების კოსმეტიკასთან უფრო იყო კავშირში. თუმცა დღეს საერთოდ ახალი სიცოცხლით, განახლებული ფორმულით, ბევრი ბენეფიტებით დაბრუნდა სილამაზის ინდუსტრიაში. შემდეგ იმის მერე 2000-იან წლებში გახდა ყველაზე მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, ბუმი იყო თუ გახსოვთ ჯინსის ქურთუკი და ბზინვარე ტუჩი, ეს არის 2000-იანების ვიზუალის ფაქტიურად სიმბოლო. და მერე უკვე წამოვიდა მატ ეპოქა, რომელსაც დიდი ხანი ეჭირა და ისეთი აქტუალური იყო ყველა მხრივ ეს მატ პროდუქტები და მერე მოხდა ასეთი გარდატეხა პირველად აი ეკრანებზე ჩანს კიდეც ჰეილი ბიბერმა, როდესაც გამოუშვა თავისი ბიუთი ხაზი, სკინკეარ უფრო პროდუქტები, თქვა ასეთი ფრაზა, რომ მე ჩალი ჩოფას ვთქვათ, რომ მივაღწიო იმას, რომ ჩემი კანი ბზინვარებდეს და პრიალებდეს როგორც გლაზურიანი დონატსი, აი ეს ზედაპირი. და მართლაც ამ ფრაზამ მოახდინა გარდატეხა, საერთოდ სხვა ტონი მისცა დეკორატიულ კოსმეტიკას და მეიქაპს და მილიონობით გოგომ აიტაცა ასეთი ვიზუალი. სხვათა შორის რაღაც უცნაური სახელი კი ქვია, მაგრამ მეც მომწონს ასეთი ვიზუალი. აქ არის ორი მთავარი რამ, უნდა იყოს კარგად მოწესრიგებული კანი და მინიმალურად გამოყენებული ბიუთი პროდუქტები, იმიტომ რომ კანის მოსაწესრიგებლად დაუშვათ, ვინც რას იყენებს და ერთ ვერში მოსაყვანად ტონალური იქნება ეს ბიბი კრემი თუ სისი კრემი და შემდეგ ამის მერე ბზინვარე ტუჩი და აი ოდნავ მინიმალურად ბლაში. აი ძალიან ახალგაზრდული, მინიმალისტური და ენერგიული იერია ყოველგვარი ზედმეტი რაღაცა. იცი რა თეორიასაც ვაკვირდები, რომ აი ხო არის რომ ზოგჯერ აი ასაკიანი ქალბატონების შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ აი ზოგჯერ ინდომებენ ხოლმე, რომ პატარა გოგოებს და იმ მსგავსად ცოტა სასაცილო გამოდის ხოლმე. ასეთი ტიპის მაკიაჟი არასდროს არ არის რაღაცნაირი თვალში მოსახვედი და პირიქით მართლა ახალგაზრდავებს ყოველს და მე მგონი ძალიან კარგი. სიპრიალეზეა საუბარი. აი მინიმალისტური ცოტა სიპრიალე, როგორც თეონა უკეთესად ახსნა რა გინდა თემნიკო ხანუ ჩამჭრი რამეში. შენ რაც თქვენოცა მე გეთანხმები იმაში და მაგ ვიზუალს იძლევა ხოლმე ზედმეტი ფერი, ზედმეტი დეკორატიული პროდუქტი. თუმცა ეს ტრენდი იმიტომ გახდა ესეთი აქტუალური, რომ ზუსტად აი ეს ბუნებრიობა, რაც ეხლა არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მოდური, ამაზე არის დაყრდნობილი, იმიტომ რომ როგორც თქვით, შეიძლება ორი პროდუქტისგან გაკეთდეს ასეთი მაკიაჟი, მაგრამ ძალიან დიდი უკანა ფონი აქვს კანის მოვლის
კუთხით, იმიტომ რომ აუცილებლად, აი ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს კანი მოწესრიგებული, რომ ამ სიპრიალეზე გააკეთო აქცენტი, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იქცევს ყურადღებას. აი ბზინვარე ტუჩი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ეს ტუჩი თუ არის გამომშრალი და ხო, ძალიან ცუდად შეიძლება გამოიყურებოდეს, ასევე ძალიან პრეტენზიულია, ეს ხო ვითომ არაფერი ეს მაკიაჟი, მაგრამ ძალიან პრეტენზიულია, როგორც no make-up-ი გადის და ყველა, აი არ ვიცი, ერთი შავი წერტილიც რო იყოს კანზე, ესეთი პრიალა და ბდღვიალა კანი იმდენად იქცევს ყურადღებას, რომ მე ისიც შეიძლება ხილვადი გახდეს. ამიტომ ზუსტად რომ აქცენტი კეთდება, ალბათ მე ეს მომწონს ყველაზე მეტად მთელ ამ ფილოსოფიაში, რომ მთელი აქცენტი კეთდება დატენიანებულ მოვლილ კანზე და აქ დატენიანება უნდა იყოს აუცილებლად ფენოვანი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი ეს ბზინვარება და სიპრიალე შევინარჩუნოთ. უნდა იყოს იდეალურად სუფთა კანი, შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ტონერი ან ესენსი. ესენსი აი ძალიან კარგი პროდუქტია კანის დატენიანების საფეხურების დასაწყებად. შემდეგ აუცილებლად ჰიალურონის შემცველი შრატი, რომ ეს ტენიანობა დაიკავოს კანზე და გავიგებ მინათდება გონება. მერე უკვე დამატენიანებელი კრემი ან ზეთიც შეიძლება. აი ვისაც ძალიან მშრალი კანი გაქვთ, შეიძლება იყოს თხელი ფენა ზეთი გამოყენებული იმისთვის, რომ აი ეს შიდა სიპრიალე და ბზინვარება იყოს კანზე. შემდგომ რომ უკვე დავიტან სახეზე ტონალურს ბიბის ან სისის, აი ეს არ იგლისება ერთმანეთში. არა, იმიტომ რომ ეს ფენოვანი დატენიანება კანის გულისხმობს, რა თქმა უნდა, ამას ოდნავ უფრო მეტი დროც სჭირდება, იმიტომ რომ უნდა შეშრეს ერთი პროდუქტი, აი ზუსტად ამიტომ რომ შემდეგი პროდუქტი კარგად იყოს მიწოდებული, თუმცა მე ნაკლებ დროს ხარჯავ მაკიაჟზე. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად ბალანსდება. რადგან ტუჩის გლოსი აქ გახდა ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, ამიტომ მინდა ამ პროდუქტზე ცოტა მეტი ვისაუბროთ და თანაც არსებობს ისეთი მიკროტრენდები, რომელიც კონკრეტულ პერიოდში არის აქტუალური და შემდეგ იმ წელიწადშივე რჩება, თუმცა უკვე გამოჩნდა 2026-ის სპოილერები და იქაც ტუჩის გლოსი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ეს სიპრიალის ტენდენცია გრძელდება, ამიტომაც მინდა რომ ამ პროდუქტზე მეტი ვისაუბროთ, თუ რა განახლება განიცადა იმის მერე და როგორი შეიძლება იყოს. ვინაიდან ამ წელიწადშიც ეს იყო მთავარი პროდუქტი, ჩვენ ბოქსში ბევრჯერ გვქონდა თვეების მანძილზე, აი ერთი მაგალითად ესეთი მიმდინარეობა არის plumping glossები და თუ გახსოვთ გქონდა ჩვენ, რომელიც ინგრედიენტების ხარჯზე ოდნავ მატებს ტუჩს მოცულობას, ხო? ან მაგალითად ზეთების ბაზაზე დამზადებული გლოსები და ესეთი არის ერთ-ერთ ჩვენს ბოქსში იყო Ulta Beauty-ის, ეს არის ზეთი. შეფერილი ზეთი, ну, რა თქმა უნდა, გლოსად ცნობილი, მაგრამ რეალურად ზეთია ტუჩისთვის, რომელიც აი ესეთ კარგ ბენეფიტებს აძლევს ტუჩებს წინა რუბრიკაში. კითხვა მაქვს, ეს ზეთი ზემოდან ესმევა იმას, თუ ეს თვითონ კარგი კითხვა იყო, აი როგორც ეხლა მისვია მე ეგ ტექნიკა არის, თუ გაჩნია დღის მონაკვეთს, თუ გვინდა რომ უფრო ნიუდ მაკიაჟში დავრჩეთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ შეიძლება ტუჩზე წასმა, თუ გვინდა საღამოს ან რაღაც ინტენსიური მაკიაჟი, ჯერ ვისმევთ იმ ფერს, რომელიც მოგწონს და გვიხდება და შემდეგ ზემოდან უკვე აი ამ სიპრიალით ვაფიქსირებ. რა თქმა უნდა. მე ყველაზე დიდი პრობლემა მაქვს გლოსთან დაკავშირებით და იქნებ რამე რჩევა მოგცეთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მარტო არა, ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრებისგან მსმენია გიჟდები გლოსზე, მართლა სულ მინდა რომ ესოს, მაგრამ როგორც კი ვისვამ, ჩემი და გლოსის ურთიერთობა სადღაც 15 წუთში სრულდება, იმიტომ რომ მაქვს ძალიან მანერული მეტყველება.
არ ვიცი თან ალბათ ამასაც ხშირად ვაკეთებ და ან ქრება პირდაპირ და მართლა 5 წუთში ერთხელ ესე მერიდება ხოლმე ჩანთიდან ამოღება და წასმა და რა გავაკეთოთ? კარგი. პირველი მინდა გითხრა რომ ნუ გერიდება, იმიტომ რომ დღეს ეს ძალიან ისეთი აი წინა რუბრიკაში ნათია თოდუამაც დერმატოლოგმა ხო გითხრა რომ ტუჩის დატენიანება დღეში რამდენჯერმე, ამიტომ საერთოდაც არ არის მოსარიდებელი. ხო, მაგრამ ეს ხო დატენიანება არ არის, აი ეგ მინდოდა ზუსტად მეთქვა რომ არა, აი გლოსი გახდა ის პროდუქტი, რომელიც არის თან მაკიაჟი და თან თავის მოვლა, ამ შემთხვევაში ტუჩის მოვლა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რაც შემიძლია გირჩიო, არსებობს ძალიან ბევრ ბრენდს აქვს ტუჩის პრაიმერი. ასევე როგორც დაუშვათ კანის პრაიმერი არსებობს. აი პრაიმერი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტუჩი გახდეს გლუვი, ერთგვაროვანი, რომ ზემოდან გლოსი კარგად გამოიყურებოდეს და იყოს მდგრადი. პრაიმერი გვჭირდება მეკობრებო. კი, ესეც მინდოდა მეთქვა, რომ როდესაც ასეთ ბზინვარებაზეა საუბარი, რომელიც აუცილებლად ჭრის თვალს და იქცევს ყურადღებას, ტუჩი უნდა იყოს ზედმიწევნით მოვლილი. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ტუჩის სკრაბი, მაგალითად, რომელიც აი ამ ზედაპირს, რომელიც უკვე გაუხაშებულია, უკვე აქერცლადია, მთლიანად აალაგებს და უკვე ეს ჩვენი ბლესკი გემრიელად ლამაზად დაჯდება. ან თუნდაც ტუჩის პრაიმერი და იწყება სიმშრალე და ტუჩების დახეთქვა და ასე შემდეგ. და ზუსტად ამიტომაც მინდოდა რომ ამ პროდუქტისთვის ამხელა ყურადღება მიგვექცია, რომ ტუჩის გლოსი დღეს არ არის მარტო წებოვანი ბზინვარება. ეს არის ტუჩის დამატენიანებელი, ვინ როგორს მიანიჭებს უპირატესობას. ის შენი საყვარელი ზეთები, ჟოჟობა იქნება თუ ქოქოსის ზეთი, რომელიც იდეალურია ტუჩისთვის, შედის აი ამ მაგალითად შეიძლება იყოს ეს გამჭვირვალე ან შეფერი. ან მაგალითად აგვისტოს ბოქსში გქონდა ესეთი გლოსი, რომელიც არის lip icing, ანუ ამაში არის დამატებული გამაგრილებელი ინგრედიენტები, რომელიც თან ფერს გაძლევს, თან სიბრიალე აქვს და თან სეზონური სასიამოვნო ბენეფიტებიც ახლავს. ზაფხული აქვს, ხელა და თან გამაგრილებელი ეფექტი აქვს. ეხლა დავასპოილერებ ნოემბრის ბოქს, რომელსაც შემდეგ კვირას მოვიტან, მაგრამ ეს მინდოდა გოგოებისთვის წამომეყოთ, ემიკო ბოდიში შენთან. აი, როდესაც ვსაუბრობთ ყველაზე პოპულარული მაინც თინთით გლოსებია და ასეთი გლოსი გვაქვს ნოემბრის ბოქსში, რომელიც თან ატენიანებს ტუჩებს, თან აქვს, აი რომ დატესტავთ, ნახავთ, ნესვის რაღაც დაუჯერებლად სასიამოვნო არომატი და თან არის ბლაში, არის 2-1-ში და ზუსტად იმ ვიზუალის შესაქმნელად, რაც ვთქვით, ტუჩი და მინიმალურად ბლაში იცი რა დაგამგიჟდი თან? ფერს, ცოტა ფერსის, ხო, სხვადასხვა შუქის მიხედვით. ჰოლოგრამული ეფექტიც აქვს და მე არომატსაც რო ნახავთ, ხო, ამინდებს გვიწყობს იმისთვის, რომ კარგად შევიგრძნოთ ჯერ კიდევ ისე რა ქვია, ზაფხულის არომატები. მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ და თან გამოგადგებათ. ძალიან დიდი მადლობა. და ეხლა კი ხო და კიდე ერთი გლოსი მინდა ვახსენო, რომელიც მე ჯერ არ მაქვს და ძალიან მინდა რომ მქონდეს, მაგრამ არსებობს ესეთი სულ ახალი გამოშვება, რომელიც არის რეაგირებს ტემპერატურაზე და როდესაც დაიტანთ ადამიანის ბიოლოგიური ტემპერატურის მიხედვით იცვლის ფერს და შესაბამისად ხდება აი ესეთი პერსონალურად იმ ადამიანის ფერი. მაგრამ ჯერ პირველ რიგში მინდა რომ ბოქსში მქონდეს, მაგრამ მე ჯერ ჩემ თავზეც არ დამიტესტავს და იმედია რომ მალე მექნება და გაგიზიარებ და ეხლა მივდივარ ბოლოსკენ, ერთი ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით მომენტი და უცებ მოგიყვებით, როგორ შეიძლება რომ სახლის პირობებში შევქმნათ ჩვენი რეცეპტით ტუჩის გლოსი.
მე ეს უკვე გავაკეთებ, ძალიან მინდოდა მეჩვენებინა ისე გავერთე პროცესით და ისე მომეწონა, მაგრამ ურთქლი მჭირდება და ამიტომ აქ არ გამოვიდოდა. შემდეგში დაგახვედრებ. თუ დამახვედრებ ისე, მაგრამ აი უცებ ვიტყვი. ესე იგი, რა თქმა უნდა, იმიტომ არა რომ გლოსი არ გვაქვს, ან ვერ ვიყიდით სადმე, უბრალოდ მართლა ძალიან სასიამოვნო გამოდგა, რომ შენი საკუთარი რეცეპტით, შენი არომატით, შენ როგორც გინდა ისეთი გლოსი გააკეთოთ ზუსტად 5 წუთში და მე ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ მეგობრებსაც გაუკეთე სხვადასხვა არომატებით, იქ სხვადასხვა შეფუთვები მოვიფიქრე, მოკლედ კარგი დრო გავატარე ამ პროცესში. შეგიძლიათ თქვენც გაერთოთ. რამდენიმე ინგრედიენტი გჭირდებათ, რომელიც შეიძლება არ გაქვთ ესე სახლში, მაგრამ დამიჯერეთ ღირს მოპოვება. ფუტკრის ცვილი არის საჭირო ამისთვის, რომ ეს ტექსტურა შეკრას გლოსის და ნახევარი ჩაის კოვზი რო ავიღოთ ეს ფუტკრის ცვილი, რომელიმე თხევადი ზეთი ნებისმიერი ქოქოსის იქნება, ჟოჟობა იქნება, თუ აი მე მაგალითად აბუსალათინის ზეთი მქონდა სახში, აი მელვიტასი ადრე რომ მქონდა ბოქსში, ის მქონდა და 2 ჩაის კოვზი ეს აბუსალათინის ზეთი ავიღე, ნახევარი ჩაის კოვზი რომელიმე მდგრადი მსუყე კარაქი იქნება საჭირო, მაგალითად შიის კარაქი და ეს ინგრედიენტები ერთმანეთში უნდა გადაურიოთ და გავადნოთ ორთქლზე. როგორც კი გადნება, უკვე გადმოგვაქვს და ამ გადმოტანილ მასაში და გამდნარ მასაში ვამატებთ კაფსულირებული E-ვიტამინი ყველგან არის და იქედან 2 წვეთს იმისთვის, რომ დამატენიანებელი ეფექტი ქონდეს და რომელიმე არომატს, რაც თქვენთვის უფრო მისაღებია, არომატს რითი ქმნით? რითი და ეთერზეთებით. აი ეთერზეთი ყველგან არის, მე მაგალითად ჯასმინის ეთერზეთი მაქვს, იმიტომ რომ ჰაერის დამატენიანებელი მაქვს ოთახში და იმაშიც უშვები ხოლმე და ამ შემთხვევაში 1-2 წვეთი ეს ეთერზეთი და თუ გნებავთ შეფერილობა რო კონდეს, მე გამჭვირვალე გავაკეთე, თუ გნებავთ შეფერილობა, მაშინ რომელიმე პიგმენტს, აი საკვები პიგმენტებიც ხო არის კრემებს რო ფერს აძლევენ, აი ესეთი საკვები პიგმენტით შეგიძლიათ დამატეთ. ზუსტად 10 წუთში, როგორც კი ოთახის ტემპერატურამდე ჩამოვა, შეიკრება როგორც გლოსის ტექსტურით და არის მართლა იდეალური გამომივიდა. ძალიან საყვარელი მინის პატარა ქილაში გავაკეთე და აი მართლა ძალიან კარგი გამოსაყენებელია, ბუნებრივი ინგრედიენტები, შენი საყვარელი არომატით და თან შენი გაკეთებული კიდე რაღაც სხვა მუღამია ასე. ეხლა წარმოვიდგინე, იცი რაღაცა მაშინ რა ქვია, სამზარეულოში რაღაც ჩაბნელებულ ოთახში. კი, მაგრამ აი არ ჭირდება პარფიუმერად ჩამოყალიბება. ამდენი რამეც არ ჭირდება, აი ძალიან მარტივია, რაც თქვი და საკუთარი რეცეპტით გექნებათ ყველაზე აქტუალური ინგრედიენტი ტუჩის გლოსი. თეონა, ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, რჩევებისთვის და ხო, მართლაც ძალიან საინტერესო. ეს მაქვს როდის გამოვცდი ფერი და სუნი რეკლამის დროს. სულ გქონდეთ ჩანთაში. როგორც მოვიშოროთ სატელევიზიო მაკიაჟში გადავდივართ ნატურალურზე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.